შენდა ახალი ამბების გუნდს ჩვენი ლოლას გარდაცვალების გამო ძალიან ახალგაზრდა 44 წლის ასაკში დაუკარგეთ არაჩვეულებრივი კოლეგა და მეგობარი ლოლა ტუმასიანი ვერაგმასენმა დაამარცხა კიდევ ერთი საოცრად სიცოცხლის მოყვარე ადამიანი, რომელსაც დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი და ბევრი აუხსნელი ოცნება. ჩვენი გადაცემის გუნდის სახელით თანაუგრძნობ ლოლას ოჯახს და მეგობრებს. და მიუხედავად ამ მძიმე ყოფისა, პროფესიული პასუხისმგებლობა გვავალდებულებს განვაგრძოთ მუშაობა. მოკლედ გეტყვით, რომ დღევანდელ გადაცემაში მასწავლებელთა სახელმწიფო პოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ, გასაჯაროდა კვლევის ანგარიში, რომელმაც ახალი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგებზე მასწავლებლები გამოკითხა, საინტერესო შეფასებები გაკეთდა და ამაზე კვლევის ავტორთან ვისაუბრებთ დეტალურად, თუმცა მხოლოდ ეს თემა არ გვაქვს დღეს. ამერიკის პრეზიდენტმა რო განათლების ფედერალური ადმინისტრაცია გააუქმა, მაგაზეც ვლაპარაკობთ, რა გავლენა ექნება საერთაშორისო სტუდენტებზე ამ გადაწყვეტილებას. რამდენიმე წამში ვიწყებთ ეთერს, არ გადართოთ. მუდმივი ცვლილებები, მუდმივი რყევა და რაღაცაზე მორგება. ასე შეაფასა მასწავლებელთა ნაწილმა ახალი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც სულ ახლახანს ამოქმედდა და თავიდანვე მასწავლებელთა გარკვეული კატეგორიის უკმაყოფილება გამოიწვია. სწორედ ამაზეა კვლევა, რომელზეც განათლების პოლიტიკის ცენტრმა იმუშავა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში და შეისწავლა მასწავლებელთა უკმაყოფილების თუ უკმაყოფილების მიზეზები და სახელმწიფო რეფორმის განათლების ხარისხზე გავლენა. როგორც ჩანს, სახელმწიფო ცვლილებები მხოლოდ მასწავლებელთა ჯიბეებს არ დაეტყო. კვლევაში მონაწილე გამოკითხული მასწავლებლები ყვებიან სკოლებში მასწავლებელთა შორის გაუარესებულ ურთიერთობებზე, მოტივაციის დაკარგვის ტენდენციებზე, საგაკვეთილო საათების განაწილების დროს ნეპოტიზმის გაძლიერებაზე, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობის დაკარგვაზე და ასე შემდეგ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ცვლილებებს მხოლოდ მომდურავები ნამდვილად არ ჰყავს, რადგან მასწავლებლების დიდი ნაწილის ხელფასი ნამდვილად გაიზარდა. სხვათა შორის ასეთი მასწავლებლებიც მონაწილეობენ კვლევაში და მათი მოსაზრებებით ძალიან საინტერესოა. სტუმართან ერთად უნდა გავშალო ეს თემა, თუმცა მანამდე ძალიან მოკლედ უნდა შეგახსენოთ ახალი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმულა. მოკლედ დაპირების მიხედვით პედაგოგებს ხელფასები მინიმუმ 500 ლარით გაეზრდებოდათ, თუმცა ასე არ მოხდა. ახალი ფორმულით მასწავლებლების ხელფასები განისაზღვრა საათობრივი დატვირთვით და არა მათი წლების განმავლობაში შრომით მოპოვებული სტატუსით. მეტიც, ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე მენტორ მასწავლებლების ხელფასი შემცირდა და ამ ნაკლის შესავსებად მათ 2 წლის ვადით განსაზღვრული დანამატი დაენიშნა თუ კაცრავად. რა იქნება 2 წლის შემდეგ, ჯერ არ ვიცით, არც ის ვიცით, რა ბედი ეწევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემით განსაზღვრულ სტატუსებს, შეძლებენ თუ არა სტატუსების ამაღლებას მასწავლებლები, ან ექნება თუ არა რაიმე აზრის სტატუსებს, რადგან აქამდე სტატუსები მხოლოდ ხელფასის ოდენობას განსაზღვრავდა. ეს სქემა მნიშვნელოვანი დეტალია და მინდა ყურადღების მიღმა არ დაგრჩათ, მის მნიშვნელობაზეც საუბრობენ გამოკითხული მასწავლებლები. მარიამ დალაქიშვილი, განათლების პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი გვყავს ხაზზე, მივესალმები სტუმარს. მარიამ, საღამოშვიდობის. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ვიცი, რომ თქვენთან ერთად კვლევის თანაავტორი არის კიდევ თქვენ არიყავით მხოლოდ ერთადერთი ავტორი. მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, ამის ხსენებაც. მარიამ, მითხარით რა აჩვენა ამ კვლევამ ძირითადი მთავარი, რაც კვლევით გამოჩნდა, როცა ვსაუბრობთ ჩვენ ახალ სახელმწიფო პოლიტიკაზე, სულ რაღაც მე მგონი 2-ჯერ თუ 3-ჯერ ჩაერიცხათ ალბათ ახალი ხელფასები მასწავლებლებს, მეტჯერ არა. მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ საკითხით დაინტერესებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ თქვათ სახელმწიფო პოლიტიკა მასწავლებლებთან დაკავშირებული პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია და რა თქმა უნდა ის ძალიან ბევრ
საკითხს უკავშირდება ის და ვეცადეთ მაქსიმალურად დაგვეფარა ეს მნიშვნელოვანი ასპექტები. კვლევის მიზნად, ვთქვათ, მე და ჩემო კოლეგამ ნინო ირიმაშვილმა, ვისთან ერთად მუშაობდი ამ კვლევაზე, დავისახეთ, რომ მასწავლებლების პერსპექტივა ყოფილიყო მაქსიმალურად წარმოდგენილი კვლევაში, რადგან აი შეუიარაღებელი თვალითაც კი რო გადახედავდი, ვთქვათ, აი რეფორმის გამოცხადების შემდეგ მასწავლებლების რეაქციებს კი გვახსოვს რომ კალკულატორები დაგვაჭერინესო ხელშიო ვერ ხვდებით რამდენით გაიზარდა ჩვენი ხელფასიო და ბოლოს ისე აღმოჩნდა რომ ვიღაცებს კი არ მოემატათ დააკლდათ ხელფასი და ეს აქ ჩნდება მთავარი კითხვა მარიამ რეალური მიზეზი რა იყო ამ სახელფასო ცვლილების და ანონსებული იყო რომ 500 ლარით უნდა გაზრდილიყო ხელფასები თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ აღმოჩნდა რაზე საუბრობენ თქვენს მიერ გამოკითხული მასწავლებლები? რა იყო რეალური მიზეზი? კვლევის მონაწილე მე შემიძლია ამაზე მასწავლებლების პერსპექტივიდან. რა თქმა უნდა, ხედავენ ისინი ამას, მასწავლებლები ამას ხედავენ როგორც საარჩევნოდ გადადგმულ ნაბიჯს, რაღაცა უმრავლესობის გულის მოგებისთვის განხორციელებულ ცვლილებას, რომელიც მათთვის მოტყუებასთან, დაჩაგვრასთან და სასჯელთან ასოცირდება. რატომ სასჯელი? იმიტომ რომ თქვათ ის მასწავლებლები, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომლებიც თქვათ წლების მანძილზე მანამდე არსებულ ლოგიკაში ცდილობდნენ, თქვათ პროფესიული განვითარების ხასს და ლოგიკას, რასაც სახელმწიფოს თავაზობდა, მიყოლოდნენ და აემაღლებინათ სტატუსი, სწორედ მათზე არ გავრცელდა ეს მატების ის მაჩვენებელი, რომელიც რაღაცა ესე საერთოდ გუფისთვის იყო დაანონსებული და 23 წლის დეკემბრიდან აი ამ უპრეცედენტო მატებაზე იყო ზოგადი განათლების ფარგლებში მასწავლებლების ხელფასზე საუბარი, ხო? ნუ ერთი რაც ხაზგასმით უნდა ითქვას, მასწავლებლების პერსპექტივიდან ხელფასების მომატება აუცილებლად უნდა მომხდარიყო. აუცილებლად უნდა გაზრდილიყო საათის ანაზღაურება. დიახ. რაც ეხლაც მოხდა. თუმცა, თქვათ ეს საათის გარკვეული თანხა, რომელიც საათის ანაზღაურებად ეძლებათ მასწავლებლებს სრული დატვირთვის შემთხვევაში და ეს სრული დატვირთვა არის საკმაოდ დიდი დატვირთვა, თქვათ, რომელიც ასევე ჩატარებული გაკვეთილების ხარისხს ამ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კი ბატონო, აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. იმიტომ რომ გარდა ჩატარებული გაკვეთილისა, მასწავლებლებს აქვს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა, ეს არის დავალებების გასწორება, მოსწავლეებისთვის უკავშირის მიცემა, მშობლებთან კომუნიკაცია და ასე შემდეგ, ხო? კი ბატონო, მოდით მითხარით, აი თქვენს მიერ გამოკითხული მასწავლებლები, მე ვახსენე, რომ ის მასწავლებლებიც არიან ჩართული გამოკითხვაში, რომლებსაც მოემატათ ხელფასები. ძირითადად უფროს მასწავლებლებს მოემატათ, იმიტომ რომ უფროს მასწავლებლებს ჰქონდათ ყველაზე მეტი საათობრივი დატვირთვა და ყველაზე განაწყენებული კატეგორია დარჩა მენტორი მასწავლებლები, იმიტომ რომ ვიცით, რომ მენტორ მასწავლებლებს ნაკლები საათი ჰქონდათ, მათ ჰქონდათ სხვა მისიაც სკოლებში, რომ განათლების ხარისხზე უნდა ეზრუნათ. ანუ ამ ცვლილების შემდგომ რაღაც მასწავლებლები აღმოჩნდნენ ფაქტის წინაშე, რომ ამ არსებული საათების ესე გადანაწილება ესე უხეშად ვეღარ მოხდებოდა და ყველას დაუტოვეს ის საათი და დარჩათ ის ანაზღაურება რეალურად, რასაც ითვალისწინებდა ახალი სახელმწიფო ფორმულა, ხო? მოდით იცით, მინდა რომ ამოუწურა ის პოლიტიკის ნაწილიც. 70% არის მე მგონი მასწავლებლების რაოდენობა, რომლებსაც მოემატათ რეალურად ხელფასი, ანუ უმრავლესობის გული მოიგეს, ხო? რატომ არ იყო გასათვალისწინებელი მენტორი მასწავლებლების პოზიციები და მათი განაწყენება რატომ არ იყო მნიშვნელოვანი განათლების სისტემისთვის? ამაზე რას ლაპარაკობენ თვითონ მასწავლებლები, ამაზე მინდა რომ მითხრათ, რატო არ გაითვალისწინეს მათი სურვილები? აქ ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს აი მენტორი და წამყვანი მასწავლებლების თქვათ აი ამ ეჭვებს ამ რეფორმის და მიმართ იწვევს ისიც რომ მათ ჰქონდათ სურვილი რომ ჩართულიყვნენ ამ რეფორმის შემუშავების პროცესში და მე მყავდა რამდენიმე რესპონდენტი რომელიც ამბობდა რომ იცოდა რომ იყო შეხვედრა ამ რეფორმასთან დაკავშირებით მინისტრთან მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მიმართა ადგილობრივ რესურს ცენტრს და სკოლას და გამოთქვა თავად
ჰყავადაც მონაწილეობის სურვილი, მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ამას გარდა ეს მასწავლებლები, მენტორები და წამყვანები, ვთქვათ, ამას თავის სამოქალაქო აქტივობასაც უკავშირებენ, რადგან მათი დაკვირვებით ეს ამ საპროტესტო აქციების ფონზე ისინი არიან უფრო მეტად ისეთი მასწავლებლები, რომლებიც უფრო თამამად გამოთქვამენ თავის κρიტიკულ პოზიციებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მათ აფიოა ის, რომ სისტემა არ მიესალმება მასწავლებლის მიერ თავისი სამოქალაქო პოზიციის საჯაროდ გამოხატვას და ამ კვლევაშიც ეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს თუნდაც დადებული პოსტის ან ლაიქის გამო მათ ქონიათ დისკომფორტი სკოლის დონეზეც და ვთქვათ კეთილის მყოფელი. კი ბატონო და დასჯაც შეფასება დასჯაც სწორედ ამას მიემართებოდა ალბათ. მარიამ, მითხარით აი ამ ცვლილებამ თქვენს მიერ გამოკითხული მასწავლებლების მოსაზრებით რა კუთხით დააზარალა საგანმანათლებლო პროცესი? იქ რამდენიმე მიმართულებით იყო, რომ ურთიერთ და დაპირისპირება მასწავლებლებს შორის, ნეპოტიზმი გააძლიერა რაღაც დირექტორის დამოკიდებულება რესურს ცენტრებთან, რომ რესურს ცენტრები განსაზღვრავენ უკვე რაღაც ბევრ რაღაცას და მათ მიერ ესე ვთქვათ მასწავლებლები, რომელიც რესურს ცენტრებს სურთ, რომ ხელი შეუწყონ, იღებენ საათებს და ასე შემდეგ. ანუ ბევრი დეტალი იყო. მოდით ვილაპარაკოთ, რა კუთხით დააზარალა, რა ფორმით დააზარალა ამ სახელმწიფო პოლიტიკამ სკოლები და გამოსავალს რაში ხედავენ, როგორი იქნებოდა სწორი ამ შემთხვევაში, როგორი სახელმწიფო პოლიტიკა? ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ, ყველაზე ბევრს რაზეც მასწავლებლები წუხან და განიცდიან, ეს არის გარემო სკოლაში, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნით დღეს მათ და უმეტესობა მასწავლებლების ამბობს, რომ სკოლაში გარემო ძალიან შეიცვალა გაზაფხულის პროტესტებიდან მოყოლებული, მე ამას დაერთო წინა საარჩევნო და საარჩევნო პერიოდი და ამ სახელმწიფო რეფორმამ რაღაცა ბოლო წერტილივით იყო, შეიძლება მანამდეც თანამშრომლობითი კულტურა არ ყვაოდა სკოლაში, მაგრამ დღეს უკვე აი მათთვის სამასწავლებლოში გაჩერება, მასწავლებლებს შორის ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა სრულიად ჩამონგრეულია და აი ამ გრევის შესაბამის ცნებებს და სიტყვებს იყენებენ, როდესაც ამაზე საუბრობენ. ასევე ძალიან კი ისეთი ხილვადი ეფექტი, რაც მათთვის აქვს, ეს არის, რომ თქვათ, დირექტორები ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო ამ სახელმწიფო რეფორმამ და ბოლომდე მათაც არ იცოდნენ, ვის რა ჩაირიცხებოდა ხელფასად, სანამ ეს ხელფასები არ დაჯდა და აი თქვენ რაც ბრძანეთ ის ასპექტი, ძალიან საყურადღებო იყო, რომ რა თქმა უნდა, არც მათი წარმოდგენით დირექტორები არც ამ სახელმწიფო რეფორმამდე არ იყვნენ დამოუკიდებლები და ვთქვათ რეალურ დეცენტრალიზაციასთან მათ შორის სკოლების ჩვენ არ გქონდა საქმე. თუმცა, ვთქვათ, მასწავლებლების დაკვირვებით, როდესაც ეს საათობრივი დატვირთვა უკვე ხელვანას შემოსავალს და ხელფასებს უკავშირდება, ვთქვათ, რესურს ცენტრის ინტერესებით შემოდის, რომ არ ვიცი, თავისი ახლობლებს გაუწიონ ლობირება, რომ შეივსონ საათები და ასე შემდეგ. კი ბატონო, თუ აქვს მარიამ აი ვერსია, როგორი ფორმულა იქნებოდა უფრო სამართლიანი თქვენს მიერ გამოკითხული მასწავლებლები რას ამბობენ? აი ძალიან საყურადღებოა ესეც, რომ მასწავლებლები საუბრისას აკრიტიკებენ მანამდე არსებულ სახელმწიფო პოლიტიკასაც და კარიერული განვითარების სქემასაც საუბრობენ მის ნაკლოვანებაზე. თუმცა ამბობენ, რომ ამ ეგრეთ წოდებული სქემის შესახებ მათ ბევრად მეტი ინფორმაცია ჰქონდათ და იმდენად არ აქვთ ინფორმაცია ამ ახალ სახელმწიფო პოლიტიკაზე. ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ხო, სახელმწიფო პოლიტიკა ერთადერთი რაც ვიცით ამაზე, ეს არის რომ თქვათ კონკურენციის პირობებში აყენებს საათებისთვის მასწავლებლებს ერთმანეთთან მიმართებაში ეს სახელმწიფო რეფორმა. განარჩენი მისი თქვათ აი რაღაცა კონცეპტუალური იმის აღწერი არც დოკუმენტი არსებობს და არც სადღაც ესეთი დასაბუთება არ მოგვისმენია. უბრალოდ რაღაც კანონში შევიდა პატარა დანამატი, რომელიც შეგვიძლია ნებისმიერ ჩვენგანს მოვიძიოთ და ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მასე დაწვრილებით ვიმსჯელოთ, ხო? და თან კიდევ ერთხელ გავიმეორებ
ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, რომელიც მათ შორის კარიერულ განვითარებასაც უკავშირდება და აქ ეს ამბავი რაღაცნაირად გამოტოვებულია საერთოდ. აი მაგალითად, სრულიად გაუგებარია მასწავლებისთვის, როგორ შეიძლება ახალი კადრები მოხვდნენ სისტემაში, როდესაც საათებისთვის ასეთი ორთაბრძოლა გამოცხადებული. კი ბატონო, კვლევაში იყო ესეც საინტერესო. მაკურისთვის ვიბრძვითო, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რა ვთქვა. რომ ამ რეფორმით ახალგაზრდებს სკოლაში კარი ჩაუკეტესო, ეს იყო ერთ-ერთი მასწავლებლის მოსაზრება და არაფორმალურ განათლებას დაეხურა კარი, იმიტომ რომ მასწავლებლებს აღარ ცალიათ კლუბებისთვის და წრეებისთვის რომ დახარჯონ დრო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა არის მასწავლებლების მხრიდან ალბათ. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ამ მცირე კვლევამ ძალიან ბევრი რამე აჩვენა სისტემური ხარვეზები და შესაძლებელია არ ვიცი გადაწყვეტილების მიღებისათვის იყოს რაღაც მიზეზი გახდეს მიზეზი რომ იფიქრონ კიდევ სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლაზე. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და თქვენი შრომისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი ამბავი გამოაჩინეთ და დაითანხმეთ მასწავლებლები, რომ ჩართულიყვნენ ამ კვლევაში, იმიტომ რომ ვიცი, რომ ეს ძალიან რთული ამბავია. მადლობა მარიამ დალაქიშვილი, განათლების პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ამასთან და კვლევის ერთ-ერთი ავტორი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ჩვენი მომდენო სტუმარი ძვირფასი სტუმარია, რადგან რამდენიმე თემაზე შეგვიძლია დაუსვათ კითხვა მისი კომპეტენციის და სტატუსის გათვალისწინებით და ცხადია სახელმწიფო პოლიტიკაზეც ვკითხავ, თუმცა თავიდანვე გეტყვით, რომ სკოლებში პროფესიული განათლების შესაძლებლობებზე უნდა ვისაუბროთ ამ სტუმართან. იცი ჩვენმა მაყურებელმა, რომ ეს სიახლეა და ახლახან დაიწყო ამ პროექტის განხორციელება სკოლებში, ბათუმში მხოლოდ მეათე საჯარო სკოლა ჩაერთო ამ დიდ ამბავში და სწორედ მეათე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ხათუნა დოლიძე ყავს სტუდიაში სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან. მოკლედ წინ ამბავს ვერ გადავახტებით და ვერ გამოვტოვებთ ამ შესაძლებლობას, რომ არ გკითხოთ სახელმწიფო პოლიტიკაზეც, იმიტომ რომ ცხადია თქვენც გეხებათ. აი გითხარით თქვენ სკოლაში თქვენი პედაგოგების განწყობები როგორია და შეფასებები, აი უკვე შეგვიძლია რომ ვილაპარაკოთ პრინციპში კმაყოფილების ხარისხი როგორი არის სკოლებში ამ სახელმწიფო რეფორმასთან დაკავშირებით. უპირველესად მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს, ამავდროულად გითანაგრძობთ, ნამდვილად დიდი ტკივილი გაგვთ დღეს და ეს ტრაგედია, თუმცა პროფესიული მიმართულებით ვალდებულებებიც გვაკისრია. ეხლა რაც შეეხება ჩვენთან სკოლაში, მე შემიძლია მხოლოდ ჩემი სკოლით გავაკეთო ამაზე პასუხები და აქცენტები. სრულიად საკმარისი იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი სკოლა არის. კი, სკოლა დიდია, უფროსი მასწავლებლებიც ყავს, მენტორი მასწავლებლებიც ყავს, წამყვანი მასწავლებლები ყავს, საკმაოდ დიდი რაოდენობაა პედაგოგების, თუმცა მე ესეთი არათანამშრომლობითი კომუნიკაცია არ მიგრძნია, ნამდვილად რაიმე შეიძლება რაღაც გარკვეულ ნაწილად შეიძლება ნუ რო ვთქვა რომ თანამშრომლებში რაიმე კონკურენცია წავიდა, რაიმე დაბრკოლებები გქონდათ, იმიტომ რომ უპირველესად ჩემთან საათობრივად არ აქვს პრობლემა. ეხლა რო ვთქვა რომ შარშანდელი საათობრივი დატვირთვით არიან წელს, არა, იმიტომ რომ ყველა წელს იწყება სასწავლო წელი და ახალი საათობრივი ბადე მზადდება. აქედან გამომდინარე, ამას ანაწილებს ყველა კმაყოფილი იყო, რა შეცვალა რეალურად სახელმწიფო პოლიტიკამ მასწავლებლების ჯიბეებში შემოსავალი უპირველესად რო გაეზარდა მასწავლებლებს, რა თქმა უნდა კმაყოფილებაც აქვს აქედან გამომდინარე. ხო, მისი შრომა ფასდება ბევრად უფრო, ასე ფიქრობს, სახელმწიფოს მიერ მოხდა დაფასება თითოეული პედაგოგის, მინიმალური განსხვავებები მაინც არის სტატუსებთან დაკავშირებით. აი მენტორებზე მითხარით, უფრო კარგად ვიცით, რომ ეხლა ეს დანაკლისი შეევს ეს 2 წლის, ეს ძალიან ბუნდოვანი პერსპექტივა აქ ამ ამბავს. მე ვფიქრობ, რა რისკებს ხედავთ ამ ნაწილში, მაგალითად მენტორი მასწავლებლები ისედაც რეპეტიტორებად მუშაობდნენ, ანუ შესაძლებელია თუ არა, რომ გადინება მოხდეს მენტორი მასწავლებლების სკოლებიდან თუ არ გაგრძელდება აი ამ დანაკლისის შევსება, როგორ რა რისკებს ხედავთ ამ ნაწილში მითხარით, იმიტომ რომ მენტორი მასწავლებლებისგან ჩვენ ამაზე გქონდა ადრეც გადაცემა, სერიოზული უკმაყოფილება იყო სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მესმის შეიძლება იყოს და იქნება გარკვეულწილად, იმიტომ რომ თუ კი ხელფასი ყოველთვის აწუხებს ადამიანს რაღაც ნაწილი, თუმცა გადინების პრობლემას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ პედაგოგიკა ცოტა ისეთი სფეროა, ეს არის საყვარელი სფერო, რაღაც სფერო და კუპონებზეც კი უმუშავიათ პედაგოგები
მასწავლებლებს და მართლა რომ ანაზღაურება არ ქონია, თუ კი ჩვენ პროფესიაში მართლა გულით და სულით ვართ, ერთ სხვა სფეროა მაინც და მე ვფიქრობ კიდე ისიც არის გათვალისწინებული. ასეთ მორალურ პასუხისმგებლობას ვერ ავკიდებთ ახლა მასწავლებლებს, როცა სოციალური საკითხი დგას აი ამ ყველაფრის. იმასაც ვფიქრობ, ახლა ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ 2 წლის მანძილზე რაღაც ალბათ ექნება გარკვეული ნაბიჯები კიდე მიმდინარე პროცესები და არ ამგონია რომ სისტემა იმაზე იყოს ორიენტირებული, რომ ვთქვათ, სკოლისთვის და განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანი და ისეთი ძლიერი პედაგოგების რაიმე გულისტკივილი გამოიჩინოს და ალბათ იმიტომ არის ეს გარკვეული 2 წელი, რომ რაღაც ახალი რეფორმის მიმართულებაც იქნება. ანუ თქვენ გავთვალოთ ინირა შესაძლებელია რომ რაღაც მოტოვებული უკანდასახევი ნაბიჯი იყოს ან წინ გადადგმული უკანდასახევს ვერ გადავადგმებდი ამას, იმიტომ რომ ახალი აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი და მინდა რომ ამაზეც თქვენი აზრი შევმთავაზოთ. მენტორ მასწავლებლებს გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი ანაზღაურება ჰქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია იმ სტატუსის გათვალისწინებით, რაც მოიპოვეს მათ თავიანთი შრომით, ხო? მათ ევალდებულებოდათ, რომ სკოლებში განათლების ხარისხზე ეზრუნათ. ეხლა როცა ჩვენ ვხედავთ, რომ მინისტრ ამილახვარის გადაწყვეტილებით საერთოდ გაიმიჯნა სახელმწიფო ნაწილი და სტატუსების ნაწილი კითხვის ნიჩის ქვეშ არის. საერთოდ და იქნება თუ არა გამოცდა ჩანიშნული, არც ამაზე არ გვაქვს პასუხი. საერთოდ შესაძლებელი იქნება თუ არა რომ სტატუსები აიმაღლონ მასწავლებლებმა, ან რაში დასჭირდებათ ეს სტატუსები, არ ვიცით ხომ? აი ამ ნაწილში, რაღაც რეპუტაციულ ნაწილშიც, რომ ეს მასწავლებლები იყვნენ ამაყები ამ შრომით მოპოვებული მენტორის სტატუსით და აღმოჩნდნენ, რომ სკოლასაც აღარ ჭირდება მათი ხარისხი და არც ხელფასზე არ აისახა, როგორ ფიქრობთ, არ წავლენ და მორალურ ვალდებულებას რო ვკიდებთ, რომ თუ მასწავლებელი ხარ და გიყვარს სკოლა დარჩები. ჩემთან პედაგოგები. რამდენ სამართლიანია მითხარი. აი მე მხოლოდ შემიძლია, მხოლოდ ერთ ჩემი სკოლით ვისაუბრო და მე არც კვლევა ჩამიტარებია და ვერ ვიტყვი ვერავის აზრს. თუმცა ის ვიცი ნამდვილად, რომ ჩემი პედაგოგები, ჩემთან დასაქმებულები ვინც არიან, არც კი მოიაზრებენ ასეთ მიმართულებებს და შეიძლება რაღაც ქონდეთ მათ არ ვიცი ახლა, თუმცა მე ეს არც კოლეგიალური პრობლემები შემიმჩნევია, არ თანამშრომლობის პრობლემები შემიმჩნევია. არც ერთი მიმართულებით ეს ჩვენ სკოლას არ შეხებია რა. ყველა მიმართულებით აქვთ სასწავლო წლის დასაწყისში ისინი ჩვეულებრივად საათებს თანაბრად ინაწილებენ, დანაკლისის პრობლემები არ აქვს და ესე შარშან საათი ქონდა, ის წელს არ აქვს, იმიტომ რომ კათედრა იმისთვის არის, თანამშრომლობითი კულტურა იმისთვის არის და სასწავლო წელი როცა იწყება, ყველა ნიუანსი სასკოლო ცხოვრებაში იწყება თავიდან. საათების გადანაწილებაც და ყველაფერს და თუ ვინმეს დანაკლისი აქვს და სახელმწიფო პოლიტიკამ თქვათ, გარკვეულწილად ვინმე დააზარა, აბა რას ნიშნავს თანამშრომლობითი კულტურა, ხო? ისინი ყოველთვის მოახერხებენ და ანუ დირექტორი და ადმინისტრაცია არის მნიშვნელოვანი როლი ამ ნაწილში. კათედრა არის დამოუკიდებელი რგოლი, თუ კი ვიზია დამოუკიდებული, რომ ეს უკმაყოფილება დაბალანსდეს რაღაცა. თუ კი რაიმე ისეთი სკოლის მაგალითზე არ მითხრათ მან და მაინც ზოგადად. ზოგადად კათედრის თავმჯდომარეები და კათედრის წევრების აქვს თანაბარი უფლებები, ჩვეულებრივად, მერე მათ ალბათ ისინი ჯერდებენ, ისინი არა ჯერდებიან ზოგადად საქმიანობით, იქ მოსწავლეთა შედეგებია რაღაცები, მაგრამ ჩემთან აბსოლუტურად და ზოგადადაც ესეა, კანონით არის ძირითადად თითოეული წევრის საკუთარ საათზე მათ შეუძლიათ კოლეგები, რისი კოლეგები, ვინ უპირატესობით სარგებლობს. ერთი კითხვაც მინდა რომ მოვასწრო, ამასაც ჩქარა გადავიდეთ პროფესიულ განათლებაზე. აი კარიერული განვითარების სქემასთან დაკავშირებით მინდა ვკითხოთ, აი კვლევაში წერია რომ ამ სქემის გაჩერებამ ერთგვარად მოტივაციაც გააჩერა მასწავლებლების განვითარების, იმიტომ რომ მასწავლებელთა სახლი ტრენინგებსაც კი აღარ ატარებს, უბრალოდ არაფერი აღარ ხდება მასწავლებლებისთვის და მოტივაციაც დაკარგეს მასწავლებლებმა. ის მოტივაციაც კი რაზეც მიმულიყო სახელმწიფო ცვლილება, ხო? ანუ მითხარით თქვენი დამოკიდებულება ამ სქემასთან დაკავშირებით, ან როგორ ხედავთ საუკეთესო ვერსიას, როგორ გაგრძელდეს მასწავლებლების კარიერული განვითარება, მათი დაინტერესება, ახალი მასწავლებლების კარიერაში შემოსვლა და ასე შემდეგ. აი როგორ ხედავთ ამ პროცესს? უპირველესად თვითგანვითარება არის ერთ-ერთი პროცესი, რომელიც და მოსწავლე თვითონ განვითარებს ავტომატურად, გამოწვევები არის სხვადასხვა. აქედან გამომდინარე 2011 წლიდან მასწავლებლების მუდმივი განვითარება მიმდინარეობს და მუდმივად ტრენინგების ჩატარება. ეს ტრენინგები ხო წყალში ჩაყრილი არა, განვითარებულია ეს ადამიანები პროფესიული მიმართულებით, საგნობრივი მიმართულებით, სტანდარტები, ახლა აი მაგაზე ახლა მინდა კიდე ეს პასუხი გაგცეთ, რომ სტანდარტებიც რო იცვლება ეროვნული სასწავლო გეგმით, მუდმივად განათლების სამინისტროს აქვს კომუნიკაცია, მინდა გითხრათ მასწავლებლებს, ახლა აი მოკლე პერიოდში მქონდა ზუსტად ახლა ეს. და ყველაფერს ისინი, როდესაც ახალ სტანდარტს წერენ, აბსოლუტურად საგნობრივ მასწავლებლებთან აქვთ ურთიერთობები და უხსნიან დეტალურად. ეხლა რო ვთქვა, რომ ტრენინგები ოფიციალურად პროფესიული მიმართულებით თუ არ ტარდება, ეგ უკვე გავლილი აქვს, ჩაბარებული აქვს, ისე ვერ იქნება სისტემაში თუ იმას ის უნარები არ აქვს, კომპეტენციები
ყველა დადასტურებული და აქედან გამომდინარე საგანს რო ეხება და ეროვნულ სასწავლო გეგმაში სტანდარტების ცვლილებებს ჩვენ ეხლა მქონდა ამ წუთას მე პირადად როგორც კი ბატონო, ან საკმარისია რასაც სისტემა აკეთებს მასწავლებლების განვითარების აკეთებს, ვფიქრობ კიდევ და კიდევ, იმიტომ რომ ეს ჩართულობა სტანდარტის შემუშავების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია რომ პედაგოგებთან კომუნიკაცია ხდება ეს. ხო, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და რასაც მოგიწვიეთ, ამაზე თვითონ მოვასწროთ. პროფესიულ განათლებაზე თქვენი სკოლა არის ერთადერთი ჩვენს რეგიონში, რომელმაც მოახერხა რომ შეეთავაზებინა პროფესიული განათლება მოსწავლეებისთვის. ამაზე მითხარით, რა სთავაზობთ თქვენ და რა პერსპექტივა აქვს, მოკლედ ამ ამბავს, როგორ მოახერხეთ ეს ბიზნესებთან ურთიერთობით მოახერხეთ, დასაქმების რა პერსპექტივა ექნება, ზოგადად მოსწავლეების პერსპექტივიდან მითხარით, რატომ არის კარგი პროფესიული განათლება სკოლებში? პროფესიული განათლება არის ინტეგრირებული მოდულები. აქედან გამომდინარე სკოლებში იმიტომ არის უკეთესი და ძალიან კარგია და ინოვაცია ნამდვილად იმით, რომ უპირველესად სასკოლო ასაკია, რაც არ უნდა იყოს და ეხლა გახდა საბაზო განათლება 10 წელი და 10+2-ია ეგ. და პარალელურად ბავშვი ეძლევა ანუ მომავალ სტუდენტს საშუალება, რომ ამ ინტეგრირებულ მოდულებთან ერთად მიიღოს პროფესიული განათლება. პარალელურად კი იცით, ზოგადად არის ხშირ შემთხვევაში ისეთი საგნებით დატვირთული ისეთი თემებით, რომელიც შეიძლება მეორე და მესამე ხარისხოვანი იყოს, ხო? აქ ეს პროცესები არა ძირითადად ყველა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებს სწავლობენ და პარალელურად ღებულობენ პროფესიას. ამ პროფესიის განმავლობაში ეს მეოთხე დონის პროფესიული განათლება, რომელიც მხოლოდ ინტეგრირებული მოდულების, ანუ ინტეგრირებული პროფესიული განათლების კუთხით მოხდა, თორემ მეოთხე დონე არის წესი და რიგით საშუალო საფეხური დასრულებული უნდა ქონდეს, მაგრამ რადგან მოხდა ცვლილების შეტანა ამ მიმართულებით, კიდევ უფრო პერსპექტიული გახდა ბავშვებისთვის ეს პროგრამა. აი პროფესია როგორ შეირჩა ამ შემთხვევაში და რა უპირატესობა ექნებათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც მოახერხეს რომ რაღაც აი მოხვედრილი იყვნენ, ყველას ვერ შეეხო მე როგორც ვიცი, ხო? არჩევანი ეს პირველი არის, ამ წუთას ნამდვილად ბედნიერება ის ჩვენთვისაც, რომ ჩვენც გავდივართ ამაში პილოტიზირებას და ბათუმში ჩვენ ვართ პირველი და ამ პროცესებში ჩართული ვართ. ჩვენ გვაქვს front-end developer, web design-ი, ტექნოლოგიები, კი იცით, აი საიტი არის თუ რაც არის, ეს არის მთავარი. ამ ეტაპისთვის პირველ რიგში გადავწყვიტეთ ეს, რადგან ყველა სპეციალობას ჭირდება web ტექნოლოგიების განვითარება. დღეს ვართ ჩვენ ციფრული ტექნოლოგიების. უძღო და რამე კვლევა ამას თუ ბიზნესის მოთხოვნა, უძღო და ბაზრის ბავშვების კვლევა მაინც გამოკითხვა რა სისურვები და კი იცით, დღეს ციფრული ტექნოლოგიების ეპოქა და ძირითადად ბავშვები ყოველთვის აი თვით დასაქმების პროცესსაც კი მოახერხებენ ამიდა შემოსავლის მოპოვება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში და რა პერსპექტივა აქვს? ის პერსპექტივა აქვს, რომ უნდა გააგრძელებს ამის შემდგომ და უფრო სიღრმისეულად იფიქრებს ამ პროგრამაზე და თუნდა დასაქმება პარალელურად ეს ყველაფერი ხდება სასკოლო ასაკის პერიოდში. გადის ყველა იმ საგანს. აი შედეგებს ამ პროგრამების შედეგებს და ხარისხს როგორ შეაფასებთ? უპირველესად გარემო აქვს იდეალურად მოწყობილი. აი რასაც ქვია, გარემო აქვს იდეალურად მოწყობილი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ აბსოლუტურად ციფრული ტექნოლოგიებით, smart data-ით, ინდივიდუალური კომპიუტერებით არაჩვეულებრივად მოაწყო მათი სასწავლო გარემო. მე გეგმა ჩვეულებრივად როგორც სასკოლო სასწავლო გეგმა გადმოიგზავნება საათობრივი ბადე და იქ არის ცალკე ინტეგრირებული მოდულები და ცალკე არის დარგობრივი მიმართულება. დარგობრივ მიმართულებას თბილისიდან მოწვეული ლექტორი დარგში პირდაპირ ვებ დიზაინია თუ რაც არის იქ ეტაპობრივად ამ 2 წლიანია ეს პროგრამა 10+2 და შედეგები ახლა პირველად ნამდვილად ცოტა ჩემთვისაც უცხო ახალი გამოწვევა იყო და მაინც მქონდა რაღაც რისკ ფაქტორები თანდათან რო უყურებ ამ ბავშვების კმაყოფილებას, მათ ჩართულობას, რაც მთავარია პრაქტიკულად ხდება ყველა საგნის გადატანა გარემოში, კომპიუტერები აქვე, ყველაფერი და პარალელურად არა მარტო დარგობრივი მიმართულება, არამედ თვითონ საგნებიც პრაქტიკულად ხდება და გაფილტრულია ინტეგრირებული საგნები და ბავშვებისთვის უფრო საინტერესოა. ანუ ინდიკატორი რომ ხარისხიანად მიეცით ეს განათლება, პროფესიული განათლება ბავშვებს რა იქნება მაგალითად დასაქმების ისედაც ინდიკატორი ის იქნება ჯერ ამ ბავშვებმა უნდა გაიაროს ეს 2 წლიანი პროგრამა. მე მათ შეფასების რუბრიკები ჩვენ მორგებული გვაქვს ჩვეულებრივად და არა მარტო ჩვენ შემდეგ საბოლოოდ შეფასება აუცილებლად მოწვეული სპეციალისტებიც პარალელურად ეს ვალიდულობა რამდენად გვაქვს დაცული და ყველა ნაწილები პროფესიული სასწავლებელი ბლექსი გვერდით გვიდგას პროფსააგენტო მუდმივად ჩართულია და გადამზადებული ყავს პედაგოგები მუდმივად არის მხარდამჭერის მექანიზმები ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეგეც
აუცილებელია და ეს მოხდება არა მარტო სკოლის მექანიზმები და თვითონ ბავშვმაც დარგობრივი მიმართულებით დაძლიოს უნდა ეს თავიდან ბოლომდე და ამის დადასტურება უკვე კომისიის საშუალებით ხდება და ბოლოს მიეცემათ ატესტატთან ერთად დიპლომით, რომლითაც ისინი შეძლებენ პროფესიული კუთხითაც დასაქმებას და ბაზარი ისედაც თავაზობს ამ მიმართულებებს დასაქმებას. ერთი კითხვაც მინდა რომ მოვასწრო, რამდენი მოსწავლის მიღება თქვენ შეგიძლიათ თქვენს ბაზაზე და იმის გათვალისწინებით რომ რეგიონში მხოლოდ თქვენი სკოლა ახერხებს ამას, შესაძლებელია თუ არა რომ სხვა სკოლის მოსწავლეებმაც მიიღონ მონაწილეობა თქვენს პროფესიულ სკოლაში. ამ ეტაპისთვის გვყავს 15 მოსწავლე, ანუ ერთი ჯგუფი გვაქვს. წელს არის ამის პილოტიზირება. ჩვენ კიდევ ავტორიზაციის პროცესები, ამას ცალკე ავტორიზაციის პროცესი ახდა წინ, აი კვლევა რომ მკითხეთ ეს იყო. გვაქვს კიდე 15 მოსწავლის მიღების საშუალება. მე როგორც ვიცი, კიდე აპირებენ ეტაპობრივად სხვა სკოლების ჩართვასაც. უბრალოდ ჩვენ პირველ ეტაპებს გავდივარ და შევსთავაზებთ რაღაც უკავშირებს, როგორც რა იქნება. თუმცა ინფრასტრუქტურულად გვეძლევა ამ წუთას ოთახების რაოდენობა იცით რომ სკოლასთან არის ინტეგრირებული 30 მოსწავლის მიღების საშუალება ერთიანობაში. თუ კი იქნება ჭარბი რაოდენობა, ნამდვილად შემდეგ კონკურსის სახით მოხდება აუცილებლად განაცხადებიდან გამომდინარე და სკოლა იძლევა ნამდვილად და ჩვენი ვალდებულება კონკურსიდან გამომდინარე მივიღოთ სხვა სკოლის მოსწავლეები ჩვეულებრივად და არ იქნება ეს მარტო მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებზე მორგებული. კონკურსის პირობები იქნება. სხვა სკოლებიც მოახერხებენ მსგავსი რესურსის მობილიზებას და აუცილებლად შეიძლება თანდათან სხვადასხვა პროგრამების ავტორიზაციის გავლაც და ეს არის აუცილებელი იქნება პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის. მე კიდევ მქონდა ბევრი კითხვა, რა შეიძლება რომ დაამატო ამ პროგრამას რაღაცა მოდერნიზაციისთვის და საერთოდ სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით ხომ არ ჯობია რომ მე-9 კლასში გადაუწყვიტო მოსწავლეებს გამოცდით პროფესიული განათლების მიმართულებით კი ბატონო, თუმცა მათი აკადემიური მოსწრება უნდა წყვეტდეს საით წავიდნენ. ეს ალბათ დაეხმარებოდა პროფესიული განათლების გაუმჯობესებას. მეტი რესურსი მქონდეს ავტორიზაციის პროცესებს არ მოვირიდები. ამოვნებით მზად ვარ ყოველთვის. მეც მაინტერესებს ეს ფრანგული მოდელია და მე ძალიან მომწონს, მაგრამ ნახოთ. მომავალია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ ხათუნო დოლიძე, ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სისტემურ ცვლილებებზე კამათობენ ამერიკაშიც ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა მიიღო, საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა და ბევრი გაუგებრობა და ბუნდოვანი მოლოდინი გააჩინა. ტრამპის განკარგულებით გაუქმდა განათლების ფედერალური დეპარტამენტი და პასუხისმგებლობები ფედერალური მთავრობიდან ცალკეულ შტატებს გადაუნაწილდათ. რაც ტრამპის აზრით მისცემს შტატებს საშუალებას უკეთ მართონ განათლების პოლიტიკა. ცვლილებას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. განათლების ექსპერტულ წრეებში მომხრეების ნაწილი მიიჩნევს, რომ შტატებისთვის ავტონომიის მინიჭება მათ მოქნილობას და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებას შეუწყობს ხელს. ერთნიკი შიშობენ, რომ ფედერალური ზედამხედველობის გარეშე შესაძლოა გაჩნდეს შტატებს შორის უთანასწორობა განათლების ხარისხში. ჩვენი ინტერესია გავარკვიოთ, რა გავლენა ექნება ფედერალური დეპარტამენტის გაუქმება საერთაშორისო სტუდენტებზე. ექსპერტები შიშობენ, რომ აქაც არის რისკები. შალვა ტაბატაძე გვერდდება ამერიკიდან განათლების საკითხების ექსპერტია. საღამშვიდობის ბატონო შალვა. მოგესალმებით. უბრალოდ ახლა ამერიკიდან არ გიერთდებით აქ ვარ ჩამოთვლილი. კი ბატონო, მაგრამ თქვენ ამერიკაშიც ხართ ხოლმე ხშირად და იქაურ ამბებს ძალიან კარგად იცნობთ. მიხარია რომ საქართველოში ხართ. ბატონო შალვა, ერთი შეხედვით ჩვენ რაში გვეხება, მაგრამ სინამდვილეში გვეხება. ჩვენი მთავარი კითხვა არის, შეეხება თუ არა ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სტუდენტებს და აი ამ გადაწყვეტილების პოზიტიური და ნეგატიური გავლენები რა შეიძლება იყოს, რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს და შემდგომ უკვე შეგვიძლია ჩავშალოთ პროექტების და პროგრამების მიხედვითაც. კი ბატონო, მოგესალმებით. ხო, ამ გადაწყვეტილებამ საქართველოში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ხმაური და ბევრი კომენტარი ვნახე, მათ შორის ადამიანების მხრიდან, რომელიც ამერიკის განათლების სისტემაზე, ზოგადად განათლების სისტემასაც არ იცნობდნენ და იყო აღქმული თითქოს ეს იყო აღიარება იმის, რომ ჩამოშლილია განათლების სისტემა ამერიკაში. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ აპრიორი უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ეს არ არის საქართველოს ტიპის ქვეყანა, ეს არის დიდი ქვეყანა, სადაც უამრავი შტატია, ისედაც არის დეცენტრალიზებული განათლების
სისტემა და უდიდესი ნაწილი ფუნქციებისა და პასუხისმგებლობისა გადანაწილებულია შტატების განათლების დეპარტამენტებზე, ისევე როგორც სასკოლო ოლქის სამმართველოებზე და უშუალოდ სკოლაზე. უმაღლესშიც შესაბამისად, ფედერალური მთავრობა ამ შემთხვევაში არ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განათლების პოლიტიკის გამტარი, არამედ უფრო სხვადასხვა მიმართულებებით განსაზღვრავდა ზოგად განათლების პოლიტიკას, ატარებდა კვლევებს, რომ განესაზღვრა ის საჭიროებები, რომელიც იყო ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვან კოორდინაციას უწევდა მათ შორის აკრედიტაციის პროცესს, კი შტატები ახდენენ აკრედიტაციას საგანმანათლებლო დაწესებულებების, თუმცა მააკრედიტირებელი სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობდა ფედერალური საგანმანათლებლო დეპარტამენტი. ისევე როგორც შეფასების კომპონენტი არის მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანი იყო სტატისტიკის მართვის კომპონენტი და მონაცემების და როგორც ჩვენთან არის საქართველოში ემისი მსგავსი ტიპის სამსახური სწორედ ფედერალური განათლების დეპარტამენტის ქვეშ იყო. რაც შეეხება პროგრამული თვალსაზრისით, აქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა იყო, როგორც სკოლამდელი, ასევე ზოგადი, ასევე საშუალო უმაღლესი განათლების საფეხურზე და მთავარი ფუნქცია იყო, რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყო რეაგირება, თუკი რომელიმე შტატში გარკვეული პრობლემები იყო და ეხმარება განათლების დეპარტამენტი შესაბამის შტატებს, რომ ეს უთანასწორობა შტატებს შორის არ გაზრდილიყო და ყველაზე მეტი დახმარების საჭიროების მქონე სკოლებს ის ეხმარებოდა. ისევე როგორც ორიენტირებული იყო სპეციალურ განათლებაზე, ორიენტირებული იყო უმაღლეს განათლებაზე, თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე, ისევე როგორც ორიენტირებული იყო გენდერულ თანასწორობის საკითხებზე განათლებაში. ზოგადი თვალსაზრისით ჰქონდა ეს მიმართულები, თუმცა აქ უნდა ვთქვათ, რომ განათლების დეპარტამენტის დაშლამ, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა, ეს პროცესი მიმდინარე პროცესია, არ გულისხმობს, რომ იმ პროგრამებს და იმ ფუნქციებს, რაც მას ჰქონდა, არ შეასრულებს, არამედ ის გადანაწილდება სხვა დეპარტამენტებში. ბატონ შალვა, აქ მაქვს ორი ცალ-ცალკე კითხვა. მოდით ჯერ დავიწყოთ იმ პრობლემებით, ნეგატიურ გავლენებზე, რაც საუბრობენ რაღაც ამერიკულ ექსპერტულ წრეებში, რომ შეიძლება საერთაშორისო სტუდენტებს შეუქმნას ვიზის პოლიტიკის გაურკვევლობა, სტიპენდიების და გრანტების შემცირებაზე საუბრობენ, ასევე სწავლის გადასახადების ზრდაზე, რადგან უკვე შტატებზე გადანაწილდება ეს პასუხისმგებლობა, შესაძლებელია, რომ ფედერალური სუბსიდიების შემცირდეს, რაც გაზრდის გადასახადებს კონკრეტულ უნივერსიტეტებში და ასევე თქვენ ახსენეთ აკრედიტაციის საკითხი და შიშობენ, რომ დიპლომების აღიარება და აკრედიტაციის პრობლემები დადგება. უბრალოდ საერთაშორისო სტუდენტებისთვის უფრო რთული გახდებაო იმის გარკვევა, რომელი უნივერსიტეტია საერთაშორისოდ აღიარებულიო. აი ამ 4 პუნქტში რამდენად არის ლოგიკა და რამდენად არის რისკები, რომ მართლაც ასე მოხდეს და მოდით ვიზების პოლიტიკით დავიწყოთ, იმიტომ რომ საერთაშორისო სტუდენტებისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ეს არის. კი ბატონო, ხო, რისკ ფაქტორები უკავშირდება მთლიანად ამ რეორგანიზაციის პროცესს და ეს მარტივი პროცესი არ იქნება და ამ რისკ ფაქტორებს იმიტომ ხედავ. ეს არ ნიშნავს, რომ ვიზების რეგულაციების გარეშე უბრალოდ ფედერალური დეპარტამენტი და განათლების იყო აქტიურად ჩართული მიგრაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის უნივერსიტეტებისთვის უფლებამოსილების მინიჭების, რომ შესაბამის სავიზო რეგულაციები გაეკეთებინათ. ისევე როგორც საერთაშორისო აღიარებასთან დაკავშირებულ თუ აკრედიტირებულ ორგანოების აკრედიტაციის საკითხში გარკვეული ჩიხი შეიძლება შეიქმნას. ეს არის ის რისკ ფაქტორები და მოლოდინები, რაზეც არის საუბარი, როდესაც ამ ტიპის ბიუროკრატიულ რეორგანიზაციას რაც შეიძლება მოყვეს. ანალოგიურად იგივე რატო არის საუბარი, რომ საერთაშორისო სტუდენტებს შეიძლება შეექმნათ საკითხი დაფინანსების, ფედერალური მთავრობა პირდაპირ წესით არ აფინანსებს საერთოდ საერთაშორისო სტუდენტებს და ფედერალური პროგრამები, რომელიც ხორციელდებოდა განათლების დეპარტამენტის მიერ, საერთოდ არ ეხება საერთაშორისო სტუდენტებს, თუმცა ის რისკ ფაქტორი, რომელიც ამ შემთხვევაში არსებობს, რომ შესაძლებელია პროგრამებს, რომელსაც განათლების დეპარტამენტი არ ხორციელებდა გარკვეული, თუნდაც შეფერხება შეექმნას
თუნდაც დიდი რაოდენობის საქმეების ამ მცირე ბიზნესის დეპარტამენტისთვის გადაცემის თვალსაზრისით, ანუ იგივე ამერიკელების სტუდენტების დაფინანსების კონტექსტში, რასაც ფედერალური მთავრობა ახორციელებდა, ისევე როგორც საგრანტო და კვლევითი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, რომელიც ასევე ჰქონდა, თუ კი ეს დაფინანსების პრობლემა უნივერსიტეტებს შეექმნება, ავტომატურად უნივერსიტეტები გარკვეულ პოლიტიკას გაატარებენ, თუ როგორ უნდა მოახდინონ საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაციას და ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს, რომ მათ შეამცირონ ის სკოლარშიპების რაოდენობა, რომელსაც ისინი გასცემენ, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტებთან დაკავშირებით. ამიტომ კი ბატონო, Fulbright-ს მინდა რომ გკითხოთ, ვიცით რომ საქართველოდანაც Fulbright-ის პროგრამის მოსარგებლე ძალიან ბევრი სტუდენტი ყავს, ვიცით რომ ფედერალური მთავრობა აფინანსებდა Fulbright-ს, მაგრამ ესე როგორ უკავშირდება Fulbright-ის პროგრამა ფედერალურ ბიუჯეტს, რაღაც ცოტა ჩახლართული ამბავია, მე გულწრფელად რო გითხრათ, კარგად ვერ გავარკვევ, იმიტომ რომ ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა კონტროლის მექანიზმი იმდენად რთულია, რომ პირდაპირ არც ეხება. არ ვიცი, მითხარით გაგვარკვიეთ Fulbright-ის პროგრამის მოსარგებლებს, ხომ არ შეექმნებათ რაიმე პრობლემა, რამე რისკები დადგება თუ არა? ხო, პირდაპირ განათლების დეპარტამენტის გაუქმებასთან ეს დაკავშირებული არ არის, ამის ადმინისტრირება სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებდა ამერიკის საელჩოსთან ერთად და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ის პროგრამა და ნუ ეს არ არის მხოლოდ ამ პროგრამების დამოკიდებული, მათ შორის ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობაზეც იქნება დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყველა ის პროგრამა, რომელიც ხორციელდებოდა, ეს იქნება Flex-ის პროგრამა, Upgrade-ის პროგრამა, Fulbright-ის პროგრამა თუ სხვა მცირე პროგრამები, რომელიც მაგალითად მასწავლებელთა გასვლითი პროგრამები და მსგავსი ტიპის პროგრამები, ყველა იმედი მაქვს, რომ განხორციელდება ჩვეულ რეჟიმში, იმიტომ რომ ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა მათი შეჩერება საქართველოს, იმიტომ რომ ის ინტელექტუალური რესურსი და ცოდნა, რომელიც იქნებოდა საქართველოში, სწორედ იმ ადამიანების წყალობით ხდებოდა, რომლებიც ამ პროგრამების მონაწილეები იყვნენ. ამიტომ კიდევ ერთხელ განათლების დეპარტამენტის გაუქმებასთან ეს დაკავშირებული არ არის, სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამებია, რომელიც სამ პროგრამებს ახორციელებს, გაგრძელდება თუ არა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს პროგრამები, ჯერ ზუსტი ინფორმაცია მე არ მაქვს ამის შესახებ და თუ გაგრძელდება, საქართველოს რამდენად იქნება ამის აქტიური მონაწილე, ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, დამოკიდებული იქნება იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც რა ფორმით გაგრძელდება და როგორ იქნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ეს გარკვეული არ არის. ანუ კიდევ ერთხელ ვთქვათ, ესე პირდაპირი არც ამ შემთხვევაში არის ქართველი სტუდენტების დაფინანსების კონტექსტში. თუმცა რა თქმა უნდა, ზოგადი სურათი მოქმედებს ქართველი და საერთაშორისო სტუდენტის მიღების კონტექსტზე, მათ შორის ის პოლიტიკა, რომელიც დღეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუნდაც მიღების სისტემებში, როდესაც საშეღავათო პოლიტიკა და საუნივერსიტეტო მრავალფეროვნება აღარ არის ის იმდენად ახალისებული, როგორც ეს იყო წინა წლებში და მათ შორის საერთაშორისო ეს პირდაპირ კავშირში არის სახელმწიფოებს შორის, მთავრობებს შორის ურთიერთობაზე ცხადია. ხო, ამაზეც არის, მაგრამ ზოგადადაც საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა და დაფინანსება საერთაშორისო სტუდენტების უნივერსიტეტის პოლიტიკა იყო სწორედ იმ მრავალფეროვნების პლუსებიდან გამომდინარე, რაც ახლდა როგორც საზოგადოებრივი, ასევე აკადემიური და ცოდნის შექმნის უპირატესობის კონტექსტში. ანუ ამერიკული უნივერსიტეტები ცდილობდნენ მრავალფეროვანი კამპუსები ჰქონოდათ და ეს პოლიტიკა თუ გადაისინჯა და როგორც ჩანს, გადაისინჯება მათ შორის კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეცედენტი მეტყველებს ამაზე. შესაძლებელია ნაკლებად იყვნენ ორიენტირებული მრავალფეროვნებასა და მათ შორის საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვაზე, თუ კი ეს არ იქნება კომერციული ინტერესი და ეკონომიკური ინტერესი, არამედ მხოლოდ ცოდნის შექმნისა და ცოდნის განვითარების ინტერესი, რასაც აქამდე აკეთებდნენ საკმაოდ მოწინავე კერძო უნივერსიტეტები ამერიკის შეერთებულ შტატებში. კი ბატონო, საინტერესო პროცესია. პრობლემები საერთაშორისო სტუდენტების დაფინანსების თვალსაზრისით. საინტერესო პროცესია. ძალიან დიდი მადლობა, რომ ოდნავ უფრო კარგად გაგვარკვიეთ ამ ამბავში, ვიდრე ქართულ საზოგადოებას და ქონდა ამაზე ინფორმაცია, იმიტომ რომ თავდაპირველად თქვენც ახსენეთ, რომ განსხვავებული დამოკიდებულება გაჩნდა საქართველოში, რომ აი განათლების სამინისტრო დახურა ტრამპმა თითქოს იმიტომ, რომ იქ რაღაცა სკოლებში ასწავლინენ ისეთ რაღაცას, რომელიც არ მოეწონა პრეზიდენტს და ამის გამო. სინამდვილეში ეს ესე არ არის, ბატონმა შალვამ ახსნა კარგად, თუ
რითი იყო მოტივირებული ეს გადაწყვეტილება. ბატონ შალვა, ძალიან დიდი მადლობა. ვადევნებთ თვალს, როგორ განვითარდება მოვლენები და საინტერესო იქნება მერეც რომ ვისაუბროთ ამაზე. ვემშვიდობები სტუმარს, მადლობა. შალვა ტაბატაძე, განათლების საკითხების ექსპერტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ცვლილებები არასდროს არის საშიში, თუ მისი მიზანი ადამიანების კეთილდღეობაა და ხშირად ისეც ხდება, რომ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე ვკამათობთ, შემთხვევით საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი ხომ არ ხელყო. განვითარებული ქვეყნებისგან არ ველოდებით ასეც და მაგიტომ გვინდა ისეთი ქვეყნები გვეგულებოდეს მხარდამჭერად, მხოლოდ საკუთარი მოქალაქე რომ არ ადარდებს და მაგიტომ უნდა ვითვალისწინებდეთ მათ მეგობრულ რჩევასაც, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ძლიერი სახელმწიფოს საძირკველი. და მაგიტომაც ჩემი მხარდაჭერა მათ, ვინც მიიჩნევს, რომ სისტემა მათ უფლებებს არ ღვევს. თავისუფლებას ზვიათ, თავისუფლება მზიას. გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე 5 შაბათს 6 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე დავზუმავთ ისევ განათლებაზე. ნახვამდის. Thank you.